დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერში ნოდარ სირბილაძესთან და სალომე სოსელიესთან ერთად გადაცემას გავაგრძელებთ სტუმარი შემოგვიერთდება რამდენიმე წამში თუმცა მანამდე გეტყვით და თემასთან დაკავშირებით აღნიშნოთ უნდა ვისაუბროთ ავარიების საქართველოში ავტოავარიების სტატისტიკასთან მიმართებით გასულ წელს როგორც ირკვევა საქართველოში ავტოავარიებით 444 ადამიანი დაიღუპა ხოლო 7587 ადამიანი დაშავდა ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევებს მოიცავს, ასევე სხვადასხვა გადაანგარიშებით და გათვლებით, როგორც ირკვევა, საქართველოში ავარიებით 100,000 ადამიანზე საშუალოდ 12 ადამიანი იღუპება. რას არ ვაკეთებთ სწორად, მიუხედავად იმ რეფორმებისა, თითქოს რაც განხორციელდა ამ მიმართულებით, რომ ერთის მხრივ გამართული ავტოპარკი ყავდეს და თქვათ უსაფრთხოების ნაწილში გაძლიერდეს კონტროლიც, მათ შორის საბოლოო ჯამში სტატისტიკა ასეთია, სხვათა შორის ჩამონათვალში რა იწვევს ამ ავტოავარიებს, ეს არის ძირითადი მიზეზებს შორის დისტანციის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ასე ვთქვათ, და არის ჩამონათვალში დისტანციის დაუცველობა, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობა, ქვევრად მოსიარულეთა გადასასვლელის წესების დარღვევა, მოხვევის მანევრი და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. მართლობა საერთოდ არც მოხდა ამ რეიტინგში. როგორც სხვა რამეში ყოფილა თავარი პრობლემა როგორც. კი ბატონო, დავით მესხიშვილი საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი გვერდება ეთერში. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის პირველ რიგში და ეს თემა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა აი ამ ახალმა სტატისტიკამ კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა ამ პროცესში, რა ხდება რეალურად, აი ეს ტოპ მიზეზები, რაზეც ვისაუბრეთ, რაშია საქმე, მე მგონი მივდივართ საბოლოო ჯამში ავტოსკოლებთან და ზოგადად მართვის ცოდნის პრობლემასთან, მათ შორის თუ არ გადავხედავთ იგივე ალკოჰოლური თრობის თემას და სხვა საკითხებს. აი თქვენი კი ბატონო, საბოლოო ჯამში. კი ბატონო, დილამშვიდობისა. ხო, ანუ სტატისტიკა კვლავ ისეთია, როგორც წინა წლებში, ისეთივე მძიმე არის, როგორც წინა წლებში და პრაქტიკულად ეს რაღაცა ერთი ნიშნული დაიჭირა და ამ ნიშნულზე გაჩერდა, ხო? მათ შორის საგზაო შემთხვევების და უფრო მეტის გაუარესებაც იგრძნობა. დაშავებულების და დაღუპულების რაოდენობის თვალსაზრისითაც თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სტატისტიკა არ არის სრულყოფილი. ვინაიდან აქ მოსმული არის საპატრულო პოლიციის მონაცემები და საქართველოს მთლიანად არ ფარავს საპატრულო პოლიცია. კრიმინალური პოლიცია არის წარმოდგენილი ექსპერტების აზრით, მაგალითად ვინ ჩვენს სფეროში არის 30-40%, ანუ გაცილებით მეტია საგზაო შემთხვევაც და დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობაც და სტატისტიკა რო პრობლემაა, აი ამ კვლევები თქვენ რაც გამოაცხადეთ და რაც გამოგვხვდა აქედანაც ჩანს, ხო? მაშინ, როდესაც განვითარებად ქვეყნებში დადგენილია გაეროს ეკონომიკური კომისიის მიერ, რომ 25-30% მოდის საგზაო შემთხვევების ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაზე ავტომობილის და განვითარებულ ქვეყნებში 15%-იც, რაც მაღალია განვითარებული ქვეყნებისთვისაც, ჩვენთან არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, ეს ხო არ არის წარმოუდგენელია, ხო? ანუ ჩვენ მივდივართ პრობლემასთან ასევე თუ როგორ წარმოებს სტატისტიკა და შემდეგ რატო არ იცვლება მდგომარეობა? იმიტომ არ იცვლება, რომ სტატისტიკა არ არის ზუსტი, ერთი და მეორე, როდესაც გაქვს რაღაც სტატისტიკა და ის არის ზუსტი მონაცემი. შემდეგ გაქვს საშუალება, რომ შეისწავლო გამოასწორო მდგომარეობა, დაგეგმო პრევენციული ღონისძიებები და გაატარო შესაბამისი ღონისძიებები. ანუ მთელი ეს ჯაჭვი რა გზითაც უნდა შემცირდეს საგზაო შემთხვევები ქვეყანაში არ არის გამართული. და ეს კარგად იცის ყველა, ვინც ამ სფეროში პირდაპირ თუ ირიბად მაინც არის შეხედული. აი ბატონ დავით, თქვენ რა მიზეზებს აიდენტიფიცირებთ? ერთის მხრივ გასაგებია სტატისტიკა ბორონდე რეალური არ არის, მაგრამ ისიც კარგად იცით, რომ პრობლემა ნამდვილად არის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები? აი მაგალითად სალომე მიგი ავტოსკოლებიც ახსენაა, თუმცა მე მაინც კითხვა მაქვს, თუნდაც სალომე დისტანციაზეც იყო მთავარი, ხო, დისტანცია შორის. ანუ ამას ავტოსკოლა რა თუნდა როგორ ვერ უნდა მიხვდეს ადამიანი, ჩემამდე ვერ დადის, მართლა გულწრფელად რო გითხრათ. თქვენ რა ასე ვთქვათ პრობლემებს აიდენტიფიცირებთ? რისგან მოდის ეს ყველაფერი? თუ განათლების პრობლემა თავისთავად ცხადია, რომ არსებობს, ამაზე ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ელემენტარული ცოდნაც კი სამწუხაროდ ამ ავტოსკოლებში არიან ღირსეული ავტოსკოლები, რა თქმა უნდა, წარმომადგენლები, მაგრამ ძალიან ბევრი არის ისეთი, რომელიც
არის ეგრეთ წოდებული ხრიკებით და კოდირებით და 1000 რაღაცით დაკავებული და რაღაც 100 ლარში აგაღებინებს მართვის მოწმობას და იმ ადამიანს, ვისაც არანაირი ცოდნა არ აქვს ხო ელემენტარულად და გზაზე პრაქტიკულად პოტენციურ მკვლელს უშვებს და ესე ძალიან ცუდ რაღაცაში იღებენ მონაწილეობას, ხო ეს ვითომ ავტოსკოლები, ვისაც ეს ეხება, რა თქმა უნდა. ხო, ნუ ერთია ეს ჯერ კიდევ ხდება ამ გამოცდის საგამოცდო სისტემის პრაქტიკულად მოტყუება და ისე მართვის მოწმობის აღება. მეორე არის განსაკუთრებული ასე ვთქვათ დარღვევა, რომელიც კლავს, არის სიჩქარის გადაჭარბება, ესე ძირითადი, ყველაზე ისეთი მძიმე დარღვევა და გვაქვს ახლა რა რეალობა, ხო, სიჩქარესთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში პრიორიტეტად იქცა სიჩქარის მართვა. ანუ სიჩქარის მენეჯმენტი, როგორც პოლიტიკის დონეზე, ხო? აი მაგალითად განვითარებული ქალაქების ცენტრალურ უბნებში პრაქტიკულად დაღუპულები და დაშავებულები აღარ არსებობს. ანუ ეგრეთ წოდებული zero vision, რაც ნიშნავს ნულოვან სტატისტიკას დაღუპულების, ეს ინერგება უკვე ცენტრალურ უბნებში ბევრი განვითარებული ქალაქის. მათ შორის ჩვენ ამას ფეხი უნდა აუწყოთ, ხო, წესით. ნუ სიჩქარის გადაჭარბება არის ასევე პრობლემა მაგისტრალებზეც. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ მართვის მოწმობაზე როცა იყო საუბარი, ყველას დაავიწყდა, რომ არსებობს ქულათა სისტემა, განსაკუთრებით კანონის აღსრულებლებს და რატო იყო ეს ქულათა სისტემა მნიშვნელოვანი, რომ ფინანსურად შეძლებული იყო ადამიანი თუ შეჭირვებული, ის კანონთან იყო გათანაბრებული, ხო, ყველას კანონის რიგი უნდა ქონოდა. დღეს ჩვენ გვაქვს სიჩქარის გადაჭარბებასთან ესეთი სიტუაცია, რომ ნებისმიერი სიჩქარე ჩვენს ქვეყანაში დაშვებულია იმ თვალსაზრისით, თქვენ იყიდით დარღვევას. და იყიდით დარღვევას, ხო? ანუ ქულები არ გაკლდებათ, რახან ქულები არ გაკლდებათ, აქედან გამომდინარე, თუ გააქვთ ეს ფინანსური შესაძლებლობა, შეგიძლიათ რომ დაარღვიოთ და გადაიხადოთ. აი ეს არის ხო? ეს არის დარღვევა თან, რომელიც კლავს ადამიანებს. ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული, ყველაზე ასე ვიტყოდი, ფატალური დარღვევა. ამიტომ არის ეს პრობლემები, განსაკუთრებით კანონის აღსრულების ნაწილში ვხედავ ამ პრობლემებს. და კიდევ ერთი შავი წერტილები, ეგრეთ წოდებული, ჩვენ გვისაუბრია ამაზე. ეს ის ადგილებია, სადაც ძალიან ბევრი დაშავებული და დაღუპულია გზის კონკრეტულ მონაკვეთზე და საჭირო იყო აქ ღონისძიებების გატარება. აღმოფხრა ამ შავი წერტილების. მე არ მსმენია, რომ რამე პრაქტიკული ან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად მზადყოფნა გამოგვითქვამს, რომ ჩართულიყავით ამ პროცესში, მათ შორის მაგალითად იგივე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის. ანუ გამოდის რომ დღეს არსებულ მოცემულობაში თუ ერთის მხრივ არ გამკაცრდა ადმინისტრირება იმ ფარგლებში რაც გვაქვს თუნდაც და მეორეს მხრივ არ ვიცი მძღოლების რაღაც პირადი პასუხისგებლობის მომენტია სტატისტიკის შეცვლას და გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. აი სიჩქარის ნაწილთან დაკავშირებით რაღაც არაერთი ინიციატივა იყო ერთი პერიოდი საუბრობდნენ რომ თითქოს დაშვებული სიჩქარის ნორმა შემცირდესო დედაქალაქში გადაადგილებისთვის რაღაც სხვადასხვა ინიციატივები არის ხოლმე. აი თქვენ როგორ უყურებთ რა არის გამოსავალი კიდევ უფრო მეტად გამკაცრება კანონმდებლობის თუ ადმინისტრირების გაძლიერება თუ აი რა მოგცემს შემცირებას სტატისტიკის გარდაცვლილების და დაშავებულების ნაწილში. მე უფრო ვიტყოდი ესე რომ თანამედროვე მიდგომების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა საჭირო, ეს ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. კარგია რომ გასულ წელს შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც უნდა გახდეს ლიდერი სტრუქტურა. ის არის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ამჟამად. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მის ხელმძღვანელობასთანაც, საკმაოდ ისეთი აქტიური სათანამშრომლო, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ დეპარტამენტი უბრალოდ ფურცელზე არ უნდა დაგვრჩეს, ხო, რაღაც სახელით. წარმოუდგენელი, მას სჭირდება მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა. მას სჭირდება ფინანსები და მას სჭირდება ის საშუალებები, რომლითაც გამოიკვლევდა საგზაო შემთხვევების მიზეზებს, დაადგენდა მიზეზებს, შექმნიდა სტრატეგიებს, აღმოფხრიდა საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს. ხო, ანუ ეს მთელი კასკადია, ასე ვთქვათ, თემების, რომელიც შეიძლება საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გააკეთოს, მაგრამ არა იმ მატერიალური ტექნიკური ბაზით, რომელიც ახლა არის. ამიტომ ჩვენ პირიქით ვთხოვთ სახელმწიფოსაც და მათ შორის სამინისტროსაც, რომ ეს დეპარტამენტი უზრუნველყოს და განავითაროს უფრო სწრაფად. ვინაიდან შეიძლება მას ჰქონდეს მაკოორდინირებელი ფუნქცია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. გვაქვს ჩვენ ბევრი გამოწვევა, აი როგორც თქვით, ხო, ბევრი პრობლემა, მართვის მოწმობიდან დაწყებული
კანონმდებლობის თვალსაზრისითაც შეიძლება იყოს და განსაკუთრებით აი ეს სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით, ქულათა სისტემასთან დაკავშირებით, თითქოს არათუ თითქოს რეალურად ჩანს ისე რომ ჩამორჩა კანონმდებლობა რაღაცა განვითარებას იმ პრობლემების და ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაკუთრებით ევროდირექტივებით არის მოცემული და მე ყოველთვის ამაზე ვსაუბრობ. მათ შორის დიახ. ევროდირექტივა არის საუკეთესო სარეკომენდაციო დოკუმენტი. ხო ხვდებით ამაზე კარგი ეხლა ნაკლებად დაწერილა და მე თავად ვიღებდი მონაწილეობას მაგალითად 2022 წელს ევროკომისიის მუშაობაში რომელიც იყო ევროკომისიის ცენტრალურ ოფისში ქალაქ ისპრაში იტალიაში და უზარმაზარი ლაბორატორიები მუშაობს რომ ნებისმიერი სტანდარტი დადგინდეს რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს რომელიც ჩვენს წინაშე დგას და ეს დასანერგია ეს ყველაფერი ხა ქულათა სისტემა გვაქვს ფორმალურად რეალურად ის არ მუშაობს და ამიტომ ადამიანები ვისაც ფული აქვს მოდით ეს პირდაპირ ვთქვათ ყოველთვის გასაგებ ენაზე მათ შეუძლიათ იყიდონ დარღვევა ხო თუმცა რაღაც დარღვევებზე ხომ არის შემცირება ქულების ნუ ეს იმ შემთხვევაში თუ საპატრულო პოლიცია გადაჭერებთ და არა ეს კამერის დაჯარიმებაზე დიახ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში არ რეაგირებს ხო ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მაგალითად ყველა დარღვევაზე მე არც ვთხოვ და არც არასდროს მომითხოვია განსხვავებით აი სხვები ამბობდნენ ხოლმე დიახ საპატრულო პოლიცია გაეკიდოს რო ნახავს გააჩერს რაღაც ამ დევნების და რაღაცის მომხრი არა ვარ თუ ძალიან დიდი საფრთხეს არ წარმოადგენს ხო ეს საგზაო მოძრაობის მონაწილე მომხრე ვარ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხო შეიძლება იყოს კამერა და სხვა აღჭურვებიც რომლითაც რეაგირება შეიძლება მოხდეს დისტანციურ რეჟიმში და არ არის აუცილებელი დაუშვათ პოლიცია გაეკიდოს მაგრამ ამას თუ არ მიება ეს ქულათა სისტემა ну გამოდის ის მასში რომ და ძირითადად დღეს მაინც კამერები არის ესე თქვა თავარი და თავარი აღმნუსხველი ამ დარღვევების ну ქულათ სისტემა კამერებთან ჩახსნილია ხო ეს როდესაც ესი არის ეს ნიშნავს იმას რომ ვისაც ფული აქვს მას შეუძლია დაარღვიოს აი პირდაპირ ეს ამას ნიშნავს რომ შეუძლია იყიდოს დარღვევა და განათლების ნაწილში ბატონ დავით აი ეს ცვლილებები რაც ორეტაპიანია და აი ეს მართვის მოწმობის ჩაბარების პროცესი თითქოს გართულდა ესეც არ მუშაობს რომ აი რეალურ საგზაო მოძრაობაში აბარებენ ადამიანები და იღებენ მხოლოდ ნაწილობრივ ხო სიღრმეებში აქვს პრობლემა იწყება ჩემი აზრით მენტალური ამბავიც არის ბატონ დავით დაბალ შეგნებაზეა მართლა ვამბობთ რა მენტალობას მაინც კი განსაზღვროს ჩვენ ახლა მაგალითად აი ქალბატონი თამარ გაგოშიძე არის ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი მოგიხსენებათ ხო თქვენ მასთან ერთად შემუშავებული გვაქვს ბაღებისთვის ბაღის ბავშვის ასაკისთვის სპეციალური პროგრამა რომელიც გამოყენებულია ასე ვთქვათ სპეციალური მეთოდები, ხო, ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული, ჩვენმა გუნდმა ერთობლივმა გუნდმა იმუშავა, ეს პროგრამა არსებობს, ანუ რატო ამბობ ამან? ბაღის ასაკის ბავშვებიდან ისწავლება გზებზე მოქცევის წესები, ხო? აი ეს პროგრამა თან ითვალისწინებს ისეთ რაღაცებს უსაფრთხოების, იგივე ტროტუარზე როგორ უნდა გადაადგილოს, ბავშვმა უკვე უნდა იცოდეს, ავტობუსში საიდან ადის, ჩამოდის, ბაღის ასაკის ბავშვმა შუქნიშანი რას ნიშნავს და ასე შემდეგ. ჩვენ ეს პროგრამა დამუშავებული გვაქვს და ამას რატო უსვამ ხაზს? შეუძლებელია უკვე გაზრდილ ადამიანის შეცვლა ადვილად, ხო? შეიძლება აჯარიმოთ და დაჯარიმდეს, მაგრამ უბრალოდ ვერც გაიგოს, ვერც გააიაზროს რა საფრთხეს ქმნის მისი დარღვევა. ეს ისწავლება ბაღის ასაკის ბავშვებიდან, შემდეგ ისწავლება სკოლაში, შემდეგ თუ თქვენ გინდათ რომ ესე ვთქვათ მართვის მოწმობა აიღოთ, უკვე ავტოსკოლა უნდა იყოს გამართული. საქართველოს ერთადერთია განვითარებულ მსოფლიოში, სადაც ავტოსკოლა არ არის რეგისტრირებული, როგორც ავტოსკოლა, არ არის ინსტრუქტორი სერტიფიცირებული და რატო არის სხვაგან? იმიტომ რომ ეს უკავშირდება ისეთ საქმიანობას, რომელიც სიცოცხლის რისკებთან არის დაკავშირებული. შემდეგ უკვე ხდება ამ თეორიული გამოცდის მოტყუება და ვიღებთ აი ამას, ხო, აი ამ სურათს, როდესაც ადამიანი საჭესთან ხვდება, მან არის საგზაო მოძრაობის წესები, არა მარტო საჭესთან, საგზაო მოძრაობის მონაწილე მაგალითად იგივე ქვეითმაც, ხო? არანაკლებ უნდა იცოდეს მოძრაობის წესები, რომ თავისი უსაფრთხოება დაიცვას. ამიტომ ეს ჯაჭვია განათლების ძალიანად მოშლილი, ამაზე ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და აი იმედი მაქვს, რომ ზუსტად საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა
აიღებს სადავეებს ხელში და აი მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ღრმა რეფორმებს საჭიროებს, გაუძღვება და ჩვენც დაუდგებით გვერდით თამაშად. დიდი მადლობა დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობდა ჩვენს ეთერში.